მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბუნებრივია მთელი ქვეყანა ერთიან ეროვნულ ისტერიკაშია ჩავარდნილი. სრულიად ბუნებრივია ამის მიზეზი გამომდინარე იქიდან რომ რაღაც უსასოობისა და დაუცველობის განცდა არის თითოეულ ადამიანში. აქ აუცილებელი არ არის რომ პოლიტიკოსი იყოს ადამიანი ან მედიის წარმომადგენელი. დღეს თქვენ და ჩვენ ერთნაირ რანგში ვართ, ასე ვთქვათ, დისკრედიტირებულნი, მაგრამ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს და რითაც არ უნდა იყოს ის დაკავებული, ალბათ შინაგან სერიოზულ დისკომფორტს მინიმუმ მაინც განიცდის იმის გამო, რომ არსებობენ რაღაცა პოლიტიკური ჯგუფები, არსებობდნენ პოლიტიკური ჯგუფები და დღესაც სამწუხაროდ არსებობენ მათი სამართალ მემკვიდრეები, რომლებმაც შეძლეს და ფაქტიურად მთელი ერის დისკრედიტაცია მოახდინეს. მთელი პოლიტიკური სპექტრის, სრულიად ჟურნალისტთა, ასე ვთქვათ, იმ შემადგენლობის, რომლებიც არაკეთილსაიმედოდ მიიჩნეოდნენ მათთვის და ბუნებრივია ეს შემთხვევითი არა. ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური საკითხი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, ან ვანო მერაბიშვილის, ან ზურაბ ადეიშვილის, ან მათ მეგობრების ტვინში მოიხარშა რამ ისეთი, რაც არ იქნებოდა შეთანხმებული მათ მთავარ პარტნიორებთან. ხას უსვამ ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ 2004 წელს, როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია, ძირეულად შეიცვალა ძალოვანი სტრუქტურები, განსაკუთრებით სპეცსამსახურთან დაკავშირებული სტრუქტურები. შეიქმნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს დაემატა ისეთი სამმართველოები, რომლებიც პირდაპირ მუშაობდნენ კიბერუსაფრთხოებაზე. 2006 წელს, როდესაც ზურაბ ნოღაიდელი იყო პრემიერ-მინისტრი, შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ერთიანი სამთავრობო სისტემა, რომელიც მრავალმილიონიანი დაფინანსებით სარგებლობდა და რომლის მთავარი სპონსორი გახდათ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორი. ბუნებრივია ძალიან კეთილშობილურია მისი ერთი შეხედვით, როდესაც საქმე ეხება ერთიანი კიბერუსაფრთხოების სისტემის შექმნას შიდა სამთავრობოსი, რათა სამთავრობო სტრუქტურები და ინსტიტუტები დაცულები ყოფილიყვნენ გარე ჩარევებისაგან, მაგრამ ეს ყველაფერი პირიქით იქნა გამოყენებული. როდესაც ჩვენი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შეიქმნა 5-კაციანი ჯგუფი კიბერუსაფრთხოებასთან ბრძოლისა და რომელსაც სათავეში ჩაუყენეს არც მეტნაკლები 16 წლის არასრულწლოვანი, მაშინ კითხვა არავის არ დაბადებია, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არც ერთი უფლებადამცველის სიტყვა რეალურად არ ისმოდა. თუმცა ყველასთვის ძალიან გასაგებია, რომ ხა როდესაც 16 წლის მოზარდს სათავეში უყენებს სამმართველოს, ამითი როგორც მინიმუმ არღვევს შრომის კანონმდებლობას, ხო მართალია? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული იმ მიმართულებითაც, რომ არასრულწლოვანი, რომელსაც კონსტიტუციიდან გამომდინარე და ორგანული კანონმდებლობიდან გამომდინარე არ გააჩნია ნების გამოვლენის სუვერენიტეტი, ასე ვთქვათ, და ის არ არის უფლებამოსილი პირი მიიღოს გადაწყვეტილებები, მით უმეტეს ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როგორც არის კიბერუსაფრთხოებასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსობა, ბუნებრივია კითხვა ჩდება, ხომ არ იქნა გამოყენებული და ხომ არ იყენებდნენ სწორედ ასეთ ვუნდერკინდებს, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს, ბავშვებს, სათანადო პროგრამის უზრუნველყოფით იმისთვის, რომ მომხდარიყო პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების მოგროვება, მათი დარეესტრება, ელექტრონული კარტოთეკის შექმნა და შემდგომში მრავალ გიგაბაიტიანი და ტერაბაიტიანი მყარი დისკების, ასე ვთქვათ, შექმნა იმისთვის, რომ მომხდარიყო სრულიად ქართულ სპექტრში არსებული ნებისმიერი არასანდო, მათთვის არასანდო პირის მიმართ გარკვეული კომპრომატების მოგროვება. დიახ, ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე და როდესაც 2012 წელს ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, თქვენ იცით, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების აი ჩემს მიერ მითითებული კიბერჯგუფი იქნა მთლიანად დაკავებული, ვინაიდან სწორედ გაირკვა, რომ მათი ხელის მოქმედების შედეგი იყო ის უკანონოებები, რომელიც ფარულ მიყურადებას, მოსმენებს და გადაღებებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არც ერთი მათგანი არ დასჯილა. არც ერთი მათგანის მიმართ არ გამოტანილა საბოლოო ჯამში ადეკვატური გადაწყვეტილება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა საჯარო ინტერესი. მე ძალიან შორსა ვარ იმის გარშემო, 16 წლის ბავშვი დაგვესაჯა. მაგრამ ზუსტად იმიტომაც ვაკეთებ ამ განცხადებას, რომ მაშინაც გავაკეთე განცხადება. 16 წლის ბავშვი კი არ უნდა დასჯილიყო. ის უნდა დასჯილიყო, ვინც ეს ბავშვი მიიყვანა იმ სამსახურში და მისი ინტელექტი, მისი ცოდნა, მისი გამოცდილება და შესაძლებლობები გამოიყენა ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაზოგადოებრივი მოქმედებისთვის. და ეს ვის თუ არა ქართული ოცნების პოლიტიკურ ლიდერშიპს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. და ამ ფონზე ძალიან გულის ამრევია მართალი გითხრათ და სამარცხვინოა პრეზიდენტ
მარგველაშვილის განცხადებები მის მდიდარ სექსუალურ გამოცდილებასთან დაკავშირებით და მდიდარ სექსუალურ სამყაროსთან დაკავშირებით. ეს უბრალოდ არის პროვინციალისტური გამოხდომა, რომლითაც ფსიქოლოგიურ ენაზე რო ვთქვათ, ბატონმა მარგველაშვილმა განახორციელა წამოწდომა, ასე ვთქვათ, რომელიც არაფერში არ ჯდება აბსოლუტურად. არაფერში. იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდეს, კეთდება კიდევ უფრო მეტად ექსპრესიული განცხადებები, ვიდრე თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ბუჩქები და პატრიოტთა ბანაკების მიმართ გაკეთებული მოწოდებები იყო ამ თემაზე. და ეს ძალიან სამწუხაროა. ასე რომ დროა გადავიდეთ რეალური პოლიტიკური შეფასების ფაზაში. გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიული მოძრაობა და სახალხო ფრონტი, სახალხო კრება ძალიან ღვაწლმოსილი დარბაისელი ადამიანებით დაკომპლექტებული პირდაპირ სთხოვდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ დაწყებულიყო ნაციონალური მოძრაობის დენაციფიკაციის სამართლებრივი პროცედურა. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გქონდა ძალასთან და ამას მე მგონი არავინ არ უარყოფს გარშემო, რომლებმაც 9 წლის მანძილზე ჩაიდინეს დანაშაული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ. ეს არის უამრავი მკვლელობები, შეკვეთილი, დაკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ქონების ჩამორთმევები. ეს არის ადამიანის უფლებების ტოტალური შელახვა, მათი წამება, არაადამიანური მოპყრობა, ათასეულობით საქმე, არა თუ ათეულობით და ასეულობით, ხო? სხვა საკითხია კიდევ ის, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურაში დღემდე არ არის დამთავრებული გამოძიებები. ეს კიდევ ცალკე შეფასების საგანია. ამიტომ, როდესაც ჩვენ 2012 წლის ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მონოპოლის დაცვა განვიზრახეთ და ამ დაცვაში მე არ გულისხმობ იმას, რომ მაგალითად ჩვენ ყველანი კუთვნილი ვართ ქართული ოცნების პოლიტიკური გემოვნებისა და მათი შეხედულებების, არამედ ის, რომ გადაწყდა წელში ნაციონალური მოძრაობა და თქვენ იცით, რომ გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ არ მიიღო მონაწილეობა არჩევნების პროცესში ერთადერთი მიზნით, რომ ხელი არ შეეშალა უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტისთვის, რასაც ნაციონალური მოძრაობის დენაციფიკაციის უკვე დაპირებული პირობა იყო ქართული ოცნებისგან. და შემდგომში დაიწყო ეს აქციები, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს, სპორტ სასახლეში შეყრები ამ ხალხისა და შემდგომ ორთქლის გაშვებები. მე არ მინდა გვარები და სახელები ჩამოთვალო ყველა იმ ადამიანების, რომლებიც სათავეში ედგნენ იმგვარ აქციებს, რომელმაც საბოლოო ჯამში არა საზოგადოების ინტერესზე იმუშავა, არამედ პირიქით ორთქლი გააშვებინა ნაციონალურ მოძრაობას და ისინი შემოიყვანა ლეგალურ სათამაშო სივრცეში. პოლიტიკურ სივრცეში და დღეს ისინი ემზადებიან ყელმოღერებულები არჩევნებისთვის. ისინი ყველაზე უფრო მეტხმას იმაღლებენ თავიანთ მათთან დაკავშირებულ მედია საშუალებებთან ერთად, გამოდიან უტიფრად ტელევიზიით და მთელ პასუხისმგებლობას აკისრებენ დღევანდელ ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ მარტივი, ვთქვათ, ფსიქოლოგიური თამაშის მონაწილენი ხდებიან, რომ ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ მათ თავის დროზე ჩადენილი დანაშაული დღეს არ არის გახსნილი. რა თქმა უნდა, ლოგიკა ამაში არის. რა თქმა უნდა ის, რომ მავნე კოჰაბიტაცია, რომელიც გამოცხადდა დასავლეთის თავსმოხვევით ქართულ ოცნებაზე, ამან საბოლოო შედეგი გამოიღო თავისი მავნე მეტასტაზების გავრცელების გზით. და დღეს ჩვენ მივიღეთ, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა სუბიექტი არის ფაქტიურად თავისუფლებაში, ისინი არიან გარე მენეჯმენტში უკრაინაში, ისინი ახორციელებენ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, დონეზე პოზიციონირებას და რეალურად არავინ დასჯილი არ არის და მით უმეტეს აი ეს კადრები, რომელიც გადაღებული იყო და ტერაბაიტიან, ასე ვთქვათ, მყარდისკებზე იყო ჩაწერილი, დღეს არის გატანილი და თავისუფლად ხდება დაშანტაჟება მთელი პოლიტიკური სპექტრის. რეალურად რომ შევაფასოთ ვითარება, არის ლოგიკა, ხო? აი კახური ლოგიკაა, ასე ვთქვათ, ერთი ანეკდოტიდან გამახსენდა რა. ყვითელია, მრგვალია, ლიმონია, ნათქვამია რა. ვინც გადაიღო, ვისაც მიზნები ჰქონდა იმისა, რომ შემდგომში ეს გადაღებული მასალა გამოეყენებინა თავისი მიზნებისთვის, ასე ვთქვათ. ბუნებრივია, ლოგიკური ჯაჭვი ჩვენ გვიბიძგებს იმისკენ, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის წინა ხელისუფლების ლიდერებში ვეძებოთ ეს ინტერესები, რომლითაც აქტიურად ხდება დაშანტაჟება არა მხოლოდ ქართული ოცნების ზოგადად, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის. თანაც ეს არის მიზანმიმართული სიგნალები იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ ამ ნაბიჯებით და ხვალ და ზეგ და მაძებ ჯერ 6 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. რა თქმა უნდა, ეს არჩევნო მიზნებთან კავშირშია. რა თქმა უნდა, ეს არის კავშირში საარჩევნო მიზნებთან და ბუნებრივია, ჩვენ ის კი არ უნდა ვიმკითხაოთ დღეს ვის ინტერესებში შედის. რა თქმა უნდა, შედის ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში გამომდინარე იქიდან თუ რა შედეგი დგას დღეის მდგომარეობით, მორალურ მკვლელობებთან დაკავშირებით მოდით ესე შევაფასოთ მდგომარეობა, ხოლო მეორე სფერო, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ქართული ოცნების შემადგენლობაში შესაძლებელია არიან ისეთი ტიპის სუბიექტები, რომლებსაც წვდომა აქვთ
ამ ტიპის ინფორმაციამდე და თავისი მერკანტილური კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე მოქმედება. ეს დიდი ბოდიშის მოხდით მე ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ გამომდინარე იქიდან რომ ეს არის გამოძიების საქმე, პროკურატურის მსჯელობის საგანია ეს. რაც შეეხება რამდენად შესაძლებელია მსგავსი ტიპის დანაშაულის გახსნა, მოგახსენებთ რომ ნებისმიერი ატვირთული ინფორმაცია ინტერნეტში ხორციელდება კონკრეტული კომპიუტერიდან, რომელსაც გააჩნია თავისი IP მისამართი და დედამიწის რომელი წერტილიდანაც არ უნდა განხორციელდეს ეს, ამისი მიგნება თეორიულადაც და პრაქტიკულადაც სავსებით შესაძლებელია. სხვა საკითხია, რამდენად მოინდომებს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა იმას, რომ ქართული პრეცედენტის მაგალითზე აღარ მოხდეს გავრცელება მსგავსი შესაძლებლობების მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ამან შეიძლება მართლაც ტენდენციური ტრენდული ხასიათი მიიღოს. დღეს ერთი პირი დააკავეს და როგორც ამბობენ, ყოფილი თანამშრომლის მამა ჯამალაშვილი, სურაბ ჯამალაშვილი დააკავეს დღეს. მაგრამ მე მაინტერესებს საარჩევნო მიზნები. ვისთვის, თქვენ ახსენეთ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ცნებას, მაგრამ უფრო მეტად მისაღები ვისთვის იქნება ეს და საარჩევნო თვალსაზრისით საარჩევნო წელია და ამ კონკრეტულ შეაფასებთ ლიდერების გავრცელება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამომდინარე იქიდან რომ ქართული ოცნება არის ძალიან ეკლექტიკური გაერთიანება და მასში არამც თუ იდეური მონათესაობა არ არსებობს, არამედ პირიქით დაპირისპირებაც ძალიან სერიოზულად არის, ხო? უცემული დაპირისპირების მაგალითები. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ თავად ქართულ ოცნებაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობდნენ ის სუბიექტები, მათ შორის ლიდერობის დონეზეც, რომლების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს მსგავსი მოქმედებები. თუმცა ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან სკრუპულოზური საკითხი, მე არ მინდა რომ ბრალის ხელი გავიშვირო და პროკურორის მანტია მოვისხა, არამც და არამც ეს არ არის ჩემი ამოცანა, მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უსწრაფესი ეფექტური გამოძიების მთავარი მიზანი და მთავარი საგანი, რაზეც დღეს უნდა დაიდოს მაგალითები. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოების გავრცელება მომავალშიც მოხდეს. მომავალშიც? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით ძალიან უნდა გამკაცრდეს, იმიტომ რომ პირადი მონაცემების პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების მოპოვება და მათი გავრცელება ისჯება კანონით, მაგრამ ერთწლამდე თავისუფლების საქმეთან მოგეხსენება სრულად არაადეკვატურია მაშინ, როცა მორალური და პირდაპირი მნიშვნელობით მკვლელობის აქტის გამოწვევი მიზეზი შეიძლება აღნიშნული გახდეს, მე ვფიქრობ, რომ იგი უნდა გაუთანაბრდეს სწორედ თავისი კვალიფიკაციით და მნიშვნელობით ისეთ მოხდს, როგორიც არის განზრახი მკვლელობა მაგალითად და განზრახი მკვლელობის მცდელობა, რომელიც სადღაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების საქმეთას მოიცავს. ვინაიდან მსგავსი ტიპის ინფორმაციის საჯარო ეთერებში გავრცელება, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ერთი და ორი პირის ტრაგედია. ამან შეიძლება ათეულობით პირის ცხოვრების დამახინჯება გამოიწვიოს და თავისი მართლწინააღმდეგობის ხარისხიდან გამომდინარე არ ჩამოუვარდება ნამდვილად ფიზიკური მკვლელობის აქტს.